არ შეიძლებოდა ეს პროექტი ისე განხორციელებულიყო, არ გვესაუბრა კულტურაზე, ხელოვნებაზე, ისტორიაზე და არქეოლოგიაზე რაჭაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ახალ ციკლს, სადაც შემოგთავაზებთ სხვადასხვა ეპიზოდებს სწორედ ამ მიმართულებით. კონკრეტულად ეს ეპიზოდი კი ეძღვნება პროექტ მწიგნობარს, რომელიც ყველაზე მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას აერთიანებს, აძლევს მათ მოტივაციას და კარს უღებს ისეთ ლამაზ სამყაროში, რასაც წიგნიერება ქვია. გურამი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ აჩანას სახელიო ამ პროექტისთვის, რომ ყინულწველი გემიაოდა. მე მინდა ვთქვა, რომ გურამის ეს იდეა, ეს პროექტი არის თქვენთვის ყინულწველი გემიაოდა. თქვენ ისეთ სამყაროში შედიხართ წიგნიერებით, რომელიც აუცილებლად მოგიდათ წარმატებას თქვენ პირველ რიგში და ასევე პირველ რიგში თქვენ სამშობლოს. ყველაზე ძალიან ისმახარებს, რომ მამას სახელი დაკავშირებულია მსოფლიოში, დედამიწაზე, არლოთ, სამყაროში, ყველაზე კარგ საზოგადოებასთან, როგორც არიან ბავშვები და მოზარდები. ეს პირველი და მეორე ადგილის ფლობელები უნდა გავახმიანო. ესე იგი, იცით როგორი საკითხი აქვს? ორი ერთნაირი სახელის და გვარის ადგილი არის ქემოკლიძე ბარბარე მე-10 კლასიდან. მეორე ადგილი ქემოკლიძე ბარბარე ასევე მე-12 კლასიდან. ბარბარე მოიგო მესამე პროექტი. ბარბარე დამატებით ჯილდოს მიიღებს. ანა სოფრომაძე. ანა, რომელ კატეგორიაში იყო? ისტორიულ დრამაში. უკვე მესამე ჯერია, მაგრამ ისტორიულ დრამაში პირველად. და რა მოლოდინები გაქვს? დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც შედეგს მივაღწევ. ანა მარია ვაჩაძე. ანა მარია, რომელ კატეგორიაში იყო მონაწილეობა? საბავშვო ლიტერატურა. და რა მოლოდინები გაქვს? პირველად მოვიდით წიგნებაზე და იმედია, რომ ჯილდოს მივიღებ. ბარბარე გოჩიბიძე. ბარბარე, რომელ კატეგორიაში იღებ მონაწილეობას? საბავშვო ლიტერატურაში. პირველ ჯერ ვიღებ მონაწილეობას და ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვე. ანა მარია ვაჩაძე. ანა მარია, რომელ კატეგორიაში იღებ მონაწილეობას? საბავშვო ლიტერატურაში. და რა მოლოდინები გაქვს? პირველად მოვიდით წიგნებაზე და იმედია, რომ ჯილდოს მივიღებ. თათა ვახტანგაძე. თათა, რომელ კატეგორიაში იღებ მონაწილეობას? საბავშვო ლიტერატურაში. მე რამდენჯერია რაც მონაწილეობას? მესამე ჯერ. ყოჩაღ, რა მაგარი გოგო ხარ და რა მოლოდინები გაქვს? იმედია გავიმარჯვებ. საბავშვო ვახტანგაძე. მაშა, რომელ კატეგორიაში იღებ მონაწილეობას? საბავშვო წერილობა. და რა მოლოდინები გაქვს? ვეცდები რომ მოვიგო. ლუკა ბადალიძე და ვარ უგეულიდან. ლუკა, მე როგორც ვიცი, შენ ხარ 2024 წლის გამარჯვებული. კი, პუბლიცისტიკას და ესეს ნომინაციაში. და კიდევ იღებ წელს მონაწილეობას. წელს რა ნომინაციაში იღებ მონაწილეობას? ლიტერატურულ შედევრებში და ისე პუბლიცისტიკაში და ესეში. ქეთა ზარქუა. ქეთა, რა კატეგორიაში იღებ მონაწილეობას? საბავშვო კატეგორიაში ვიღებ კიდევ მონაწილეობას. თუ გაქვს გამოცდილება ამ კი, კონკურსში ერთხელ ვიყავი მხოლოდ საბავშვო კატეგორიაში, მაშინ 6 კლასში ვიყავი და ყველაზე პატარა ვიყავი და ცოტა დამაკდა საკმაოდ და წელს იმედი მაქვს, რომ იმ დანაკლის სამოვავსებ და კარგია, რომ ან ფარხმალი არ დაყარე და კიდე სცადე, ძალიან კაი. და ეხლა წელს რა მონოდინები გაქვს? წელს ვფიქრობ, რომ საკმაოდ სრული ტესტი იქნება, ჩემი ეს არ იქნება ადვილი, იმიტომ რომ ლიტერატურაც არ იყო ძალიან ადვილი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ძალიან სამართლიანად ჩაივლის ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ამ სამართლიანობის ნიადაგზე კარგი შედეგი მექნება. პროექტ წიგნობარის ავტორი და სულის ჩამდგმელი ბატონი გურამ გორდეზიანი მოგვიყვება ამ პროექტის დაავადების შესახებ და შემდეგ განვითარების, რა თქმა უნდა. მოკლედ 2004 წელს დავინიშნე ამბროლაურის კულტურის განყოფილების გამგე. დავკვირდი და შევნიშნე, რომ წიგნით დაინტერესებული ახალგაზრდობა ნაკლებად იყო. აქედან გამომდინარე თავს შთავაგონე ზოგადად, რომ კულტურის განვითარების მთავარი საფუძვლები მაინც წიგნზე იდგა და წიგნიერების დონის ამაღლება იქნებოდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მომავალი პროცესების გაკეთილშობილებისაკენ და დავიწყე შემოვლა ბიბლიოთეკების ყველა ინდივიდუალურად გავესაუბრე ყველა ბიბლიოთეკარს, შევხვდი ყველა სკოლის დირექტორს, შევხვდი პედაგოგთა კოლექტივებს
და უთხარი რომ ჩემი იდეა იყო აი ასეთი რომ დაგვეფუძნებია ლიტერატურული კონკურსი წამს მომავალი სახელმწინარი ლიტერატურული მარათონი წამს მომავალი სახელმწინარი დაფინანსების წყარო იყო კერძო ბიზნესი მაშინ ისეთი დრო იყო რომ ძალიან რთული იყო ადამიანი დაგერწმუნებია რომ კეთილსინდისიერი საქმისათვის გინდოდა ფული ამიტომ მე არ ვითხოვდი ფულს ხელზე რომ მოეცათ მიმქონდა კულტურის ცენტრის ანგარიშის ნომერი და იმ ანგარიშზე ირიცხებოდა შესაბამისი თანხები რომელიც 15 წლის მანძილზე ასრულებდა მწიგნობას პირველად როცა ეს კონკურსი ჩავატარეთ მოვიდა 48 ბავშვი მხოლოდ უღრასი მონაწილე ყავდა წელს წიგნობას და მიხარია რომ ყოველთვის იზრდება რაოდენობა. ყველას მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, გამარჯვებულებს განსაკუთრებული მილოცვა და პირველი ადგილი სოფრომაძე ანა. მეორე წელს უკვე იყო 150 მოსწავლე. მის შემდეგ იზრდებოდა და იზრდებოდა მოსწავლეთა რაოდენობა და თუ ჩავთვლით იმას, რომ თითეული მოსწავლე ხო იზრდებოდა რაოდენობაც და იზრდებოდა ნომინაციათა რაოდენობაც. და თუ ჩავთვლით დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე იმას რომ თითოეულ ნომინაციაში ერთი ბავშვი 3-4 ნომინაციაში იღებს მონაწილეობას საბოლოო ჯამში გამოგვდის რომ აი დღეს ხომ 200-მა ბავშვმა მიიღო თითქმის მონაწილეობა რა წაკითხული იქნა უამრავი წიგნი 3 ნომინაციაში მიიღეს ბავშვმა მონაწილეობა რომ გადავითვალოთ მივიღებთ რომ 350-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში შედეგები იყო უფრო მაღალი ადრე მაგრამ ჩემი 2004 წლის კულტურის განყოფილების გამგე დანიშნვის შემდეგ 800 ბავშვით შემცირდა ჩვენს სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა და საოცარი ის არის რომ ბავშვების რაოდენობა იკლებს და აქ მასიური ასე ვთქვათ მოდინებაა ბავშვების მწიგნობარში მონაწილეობისათვის პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ლიბერტის ძალიან მჯერა რომ თავისუფლება არის სწორედ განათლებაში და ძალიან მიხარია ამდენ განათლებულ ბავშვს რომ ხედავ ვიცი რომ ძალიან კარგად წერა ყველა მაგრამ რჩეული ერთი არის და 1000 ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცემა ლიზა გოგსაძეს ეს არის ძალიან კარგი ეს იმის დასტურია რომ წინა თაობებმა რომელმაც 60 წლის მანძილზე გაიარეს ეს პროცესები შეძლებს დაერწმუნებიან მომავალი თაობები რომ ის გზა რომელიც მათ გაიარეთ მათ ცხოვრებას წაადგა ესე იგი ზოგადად 3 დღევანდელ კონკურსამდე 3800 მოსწავლეს აქვს მიღებული მონაწილეობა კონკურსში. გაცემულია საჩუქრად 5000-ზე მეტი წიგნი. გაცემულია უამრავი ფულადი ჯილდო, 100,000-ზე მეტი ოდენობით ეს სახელმწიფოს მხრიდან. პროექტი სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდა 2015 წელს, როცა კულტურის მინისტრი გახდა ცნობილი მწერალი ბატონი გურამ მოდიშარია. მის შემდეგ პროექტს აფინანსებს ამბრულაურის მუნიციპალიტეტი, დღეს მისი ბიუჯეტი არის 25,000 ლარი. წელს პირველად შემოგვიერთდა ლიბერტი ბანკი, გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი, ჩამოვიდა თბილისის ერთ-ერთი დიდი სკოლა ლიცეუმის დირექტორი, სადაც 1000 ბავშვია მოსწავლე ამ კონკურსის დასაკვირვებლად, რომ დაამკვიდროს არსებული პროექტი თავის სკოლაში და მე იმ ბავშვების ასე ვთქვათ რაჭაში ჩამოსვლა მოხდეს და მოხდეს საუკეთესოების გამოვლენა ამბულაურში გამარჯვებულ და იქ გამარჯვებულ ბავშვებთან
მიმართებაში. ანალოგიურად დაინტერესებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტი. პროექტი იგზავნება ახლა საუკეთესო პროექტების რაღაც კონკურსია, ზუსტად არ ვიცი, მე ამიცის და ამაზე ქალბატონი თამარ ქევანაშვილი მუშაობს. იგზავნება თბილისში, შარშანაც იყო გაგზავნილი, მაგრამ შარშან მოხვდა ათეულში 63 მუნიციპალიტეტიდან და მეორე ადგილზე გავიდა. გვაქვს იმედი, რომ მომავალ წელს ეს პროექტი გახდება გამარჯვებული. მოკლედ იმედს გამოვთქვამთ უფრო სწორად ასე რომ ვთქვათ რა და ბატონო გურამ გურამს უთხრა დიდი მადლობა და ერთი რაღაც იწოდეს რომ დარწმუნებული იყავით რომ აუცილებლად ეს კონკურსი ძალიან მალე გახდება საქართველოს მასშტაბით. აი იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცაა და იმდენად ბევრი ადამიანი ხდება. ავარია შინაურის შენდობა არ აქვს, თქვენ არ მოდუნდეთ და თქვენ ისევ ყოჩაღად ჩაერთეთ ყოველთვის. და კიდე ერთ რამეს ვიტყვი და ბევრს არ შეგაცხენთ თავს. ვერ წარმოიდგენთ ჩვენს როგორ განვიხდით თითოეული ვიღაცას რო ერთი ფულა დააკლდება იქამდე, აი როგორ ვღელავთ, როგორ განვიხდით, როგორ ნერვიულობთ. განსაკუთრებით აი რამდენიმე საათი ვერ გამოვიხედეთ ოთახი და წაკითხვა შეფასება არის ძალიან მსხვილი. ეხლა ვაცხადებთ მეორე ადგილი. უკუღმა დავიწყე ინტრიგა. ნომინაცია პუბლიცისტიკა და ესე. მეორე ადგილი ჯანელიძე ქრისტინე. ამატებები აბა სანქელეზე ლილე გამარჯვებული გახლავთ პატარიძე ნინი. მეორე ადგილოსანი ზარქუა ქეთა. ნომინაცია დრამატურგია. კი ბატონო, პირველი ადგილი ჭოხონელიძე ელენე. მეორე ადგილი სანთელაძე ლილე. ორ ნომინაციაში გამარჯვებული ლილე სანთელაძე გვეტყვის რას ნიშნავს ეს პროექტი მისთვის. წინა წლებში ვიღებდი მონაწილეობას და ეს პროექტი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობის მომცემი არის და მადლობელი ვარ ამისთვის. ბატონო გურამ, აი თუ წარმოიდგენდით, აი მაშინ 2004 წელს, ხო, რომ აი ეს პროექტი ამხელა მასშტაბებს მიიღებდა. მე წარმოვიდგენდი კი არა, აი რო გითხრათ, აი არ დამცინოთ თողონ და არ მინდა საზოგადოებამაც დამცინოს, მაგრამ მე მარტო კი არ წარმომედგინა, მე ეს შედეგები დანახული მქონდა და მე ვხედავ იმის შემდგომ შედეგებსაც, როცა მე აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე. როცა მე პირველად ფულადი ჯილდოების დაწესებას ვაპირებდი ბავშვებისთვის წიგნის კითხვის გამო, ჩემი წინააღმდეგი წავიდა პედაგოგების გარკვეული ჯგუფი და ჩემი კოლეგებიც კი იმის გამო, რომ წიგნის წაკითხვაში ფული როგორ გადაუხადოთ ბავშვს. მე მათ უხსნიდი, რომ ეხლა იყო კაპიტალისტური წყობის, ესე ვთქვათ, ეპოქა და იქ ყველა გაკეთებული საქმე დრო ღირდა ფული. ამიტომ ბავშვს, რომელსაც უნდა წაეკითხა წიგნი, მას უნდა მიეღო რაღაც დაინტერესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვით, თან ძალიან გაჭირვების პერიოდია წარმოიდგინეთ თქვენ და დავიწყეთ 3 ნომინაციით. ეს იყო ისტორიული რომანი, სადაც ქართველი და უცხოელი ისტორიული ნაწარმოებები იყო ჩადებული. ეს იყო კლასიკოსები, მსოფლიო კლასიკას მოიცავდა და რა თქმა უნდა ქართველებიც თავისთავად იყვნენ აქ და ეს იყო პოეზია უპირველეს ყოვლისა.
ამის შემდეგ ყოველ 3 წელიწადში იმატებდა და იმატებდა, ასე ვთქვათ, ნომინაცია და მე ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჯერჯერობით ნომინაციათა ის შეგვეზღუდა და გაჩერებულები ვართ 11-ზე, მაგრამ ახლა როგორც თქვენ ნახეთ, უკვე მოგვეცა საშუალება Liberty Bank-ის შარტვიდან გამომდინარე, რომ უკვე გაგვეცა ორი დამატებითი ნომინაცია ჟიურის სიმპათია და ბიბლიოთეკის სიმპათია. ასევე გაიცა ასე ვთქვათ, ყველაზე პატარა მონაწილის, ყველაზე პატარა ასაკის მონაწილისათვის ნიკორწმინდის ეპარქიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო. ანუ იმ პროცესში, რაშიც არ მეთანხმებოდნენ პედაგოგები და ჩემი კოლეგები გარკვეული დროის უკან 21 წლის უკან, დედა ეკლესიამ მხარი დაინჭირა ამ თვალსაზრისით და მოკლედ წიგნები ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეირჩევა, იგზავნება ჩვენთან, ჩვენი დასტურის შემთხვევაში მტკიცდება არსებული ლიტერატურა და იწყებს კომისია მუშაობას. ლიტერატურა შეირჩევა თებერვლის თვეში, მარტის თვეში ხდება უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომი, ანუ გამოდის საჯაროდ, ბავშვებს შეუძლიათ მარტიდან ნოემბრამდე იკითხონ წიგნები და ნოემბერში ჩვენ დაველოდოთ შედეგებს. ეს ყველაფერი თქვენ ახლა თქვენი თვალით ნახეთ. და ჩემი მიზანი არის, რომ პროექტმა მოიცას მთელი ქვეყანა, ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდეს არსებული კონკურსი, წარმოიდგინეთ, ახლა ავიღოთ დღეს ამბულაური რა ცოტაა რაოდენობა ბავშვების, სამწუხაროდ. ეხლა ავიღოთ და ვიანგარიშოთ, რომ 63 მუნიციპალიტეტში 100 ბავშვი იღებს მონაწილეობას. 6300 გამოდის. ახლა წარმოიდგინე, რომ 63 მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა პირველი ადგილი აიღო 11-მა ბავშვმა 63 მუნიციპალიტეტში. მერე მათი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულთა გამოვლენა უნდა მოხდეს აგვისტოს თვეში ამბულაურის მუნიციპალიტეტში. იმ წიგნიერებასთან ერთად თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, შიდა ტურიზმის განვითარებას და ამასთანავე თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ამ პროცესებში ჩართულია ეროვნული უმცირესობები, საქართველოს მოქალაქეები, გულისხმობ აზერბაიჯანელებს, სომხებს, სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ნაკლებად საუბრობენ ქართულ ენაზე ჩვენ და სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ ამის საშუალებას, რომ გაეცნონ ჩვენს ლიტერატურას. ჩვენ ამ თვალსაზრისით ვეგმავთ, რომ სხვადასხვა ჩვენ სამეზობლოს სხვადასხვა ცნობილი მწერლების წიგნები იქნეს ნათარგმნი ქართულად და ჩვენმა ბავშვებმა წაიკითხონ და ამან დააინტერესოთ ჩვენი ეროვნული უმცირესობები და ჩაერთონ პროცესში შედგეს ეს. მერე კიდე და კიდე უფრო მეტად განვითარდეთ და ერთ დღეს გავიღვიძებთ ჩვენ და ვნახავთ, რომ ყველა ოჯახს აბსოლუტურად ექნება იმის სურვილი, რომ ჰქონდეს მოსასვენებელი ადგილი, სადაც სტუმრის მიღება შეიძლება. ახლა საქმე იმაშია, რომ ამ პროექტში მონაწილე 3800 ბავშვიდან არც ერთს არ ჩაუდენია კანონს საწინააღმდეგო, სულ მცირე შემთხვევაც კი. არიან ცნობილი იურისტები, არიან ცნობილი პედაგოგები, არიან მუნიციპალიტეტების მერები, მოადგილეები, არიან კერძო სექტორში, არიან პოლიციაში, ჯარში, სხვადასხვა მიმართულებებით, ცნობილი ექიმები და რა ვიცი, პროკურორები, მიჭირს ახლა ამ თემაზე ლაპარაკი, მასწავლებლები. აი ამას წინა დაწერა ქრისტინე ქურციკიძემ, ესეთ პედაგოგი ყავს. ქრისტინემ დაწერა ესეთი რამე კომენტარი. რა ბედნიერი ვარ, რომ მე წილად ყოფილიყავი კონკურსის მონაწილე, კონკურსში მონაწილე ბავშვების პედაგოგი და კონკურსში მონაწილე ბავშვების დედაო. წარმოიდგინეთ, ამაზე უფრო ხმამაღალი შეფასება შეიძლება გეკეთდეს? ხო არ შეიძლება. ეს ამ წიგნობა. წლევანდელი პროექტის ჟიურის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ხორბალაძე
გვეტყვის ორ სიტყვას, აი თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს მომავალი თაობისთვის და ზოგადად რა ემოციები გაკავშირებთ თქვენ ამ პროექტთან? მოგახსენებთ, იცით როგორ არის, ძალიან ისეთი ადვილი საპასუხო კითხვა დამისვით, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება გააგრძელო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მრავალ მხრივ მნიშვნელოვანი პროექტია, პროექტი მწიგნობ არის, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, ბევრი დანიშნულება აქვს. ჯერთი რომ ზოგადად წიგნიერების ხელშეწყობა თუ კი რაიმით შეიძლება რომ ახლა დღეს 21 საუკუნეში ბავშვები ძალიან მიდრეკილნი არიან გაჯეტებისადმი, ხო, ტელეფონი როგორ დაადებინო ხელიდან, როგორ შეაყვარო წიგნი, როგორ ასწავლო, რომ თავარი ინტელექტის წყარო არის კითხვა. აი ეს როგორ მინდა მიიტანო ბავშვთან. ამას რა თქმა უნდა თეორიულად მოუყვები ძალიან ბევრჯერ აუხსნი, მაგრამ ბავშვის გონება ჯერ არ არის სათანადოდ მომწიფებული, რომ აი რაღაც იმის გარეშე, რაღაც წახალისების გარეშე ეს სრულყოფილად შეიმეცნოს. ეს პროექტი ნახეთ რას ახერხებს ზაფხულის განმავლობაში ფაქტობრივად როცა ბავშვს აქვს ბევრი თავისუფალი დრო და არის ამ თავისუფალი დროის ორგანიზება სწორად როგორ მოახდინოს, აი ამ დროს აქვს საქმე. სამ ფაქტობრივად დასაქმებულია, ამ დროს დასაქმებულია თავის განვითარებით. ნახეთ რა მაგარია და მე ამით თუ შედეგს მიაღწევს საკმაოდ სოლიდურ ჯილდოს იმსახურებს. ასეთ ჯილდოები დიდების, დიდი თაობის მწერლებს შორისაც კი საკმაოდ გამონაკლისია, ამდენი ნომინაცია იყოს, ასე ვთქვათ, ესე ხელხვავიანი იყოს დაჯილდოება და ასე შემდეგ. და ბავშვი, რომელმაც იცის, რომ მისი შრომა აი ხვალ ზეგ შედეგს მოიტანს და ის წახალისებული იქნება, თავის საკუთარი შრომის, ასე ვთქვათ, შედეგს მოიმკის და ამით შრომასაც ეჩვევა, ხო, გამარტო წიგნიერებას კი არ. აი ბევრ რამეზე შეიძლება მივყვეთ და ბევრი დადებითი ვისაუბროთ და მთავარი რა არის, იცით კიდე ეს არის წორთნა შემდგომში სხვადასხვა დაბრკოლების, სხვადასხვა გამოცდების წინაშე, როდესაც დარჩებიან, ამ ბავშვებს გაცილებით დიდი გამოცდილება ექნება ცხოვრებაში, იმიტომ რომ რაღაც ერთგვარი პირდაპირ გამოცდა არ არის, მაგრამ ერთგვარი რეპეტიცია საგამოცდო ეს ყველაფერი, რასაც ისინი ამ 3 დღის განმავლობაში გადიოდნენ. ბევრი შემიძლია კიდევ ვისაუბრო ნამდვილად. უნიკალური პროექტია, სრულიად უნიკალური პროექტია და მე სულ ვამბობ, რა ვიცი, უკვე წლები აქ ჩამოვდივარ და სულ ვამბობ, რომ ძალიან მიკვირს, რომ უკვე მთელ საქართველოს არ აქვს ეს პროექტი ატაცებული, მაგრამ ხარებს ის ფაქტი, რომ თანდათან კიდევ უფრო ბევრ ადამიანს ესმის ამ პროექტის მნიშვნელობა და ფართოვდება ეს წრე ძალიან და ალბათ იქნება მალე ის დროც, როცა რეგიონიდან რეგიონში გადადინდება, მაგრამ არ უნდა დავაიწყოს, რომ აქ დაიწყო და საფუძველი ხო, სამშობლო ამბროლაურია ამ პროექტის, არ უნდა დაუკარგოთ. 13-14 ლიტერატურაში ეს ძალიან საინტერესოა, რასაც ამბობს, ხო, მოგვიწია სპეციალური შეკრება, გასაუბრება ოქმის შედგენაც, მათ შორის ასეთი ვითარება იყო, რომ ორი საუკეთესო შედეგის მქონე შემოვატრიალეთ მეორედ და ზუსტად ერთნაირი კულები ჰქონდათ პირველ ეტაპზე, შემოვიყვანეთ მეორედ, ამ ცალკე, ასე ვთქვათ, მარათონი მოვუხდეთ, შევაჯიბრეთ, აღმოჩნდა ისევ ზუსტად ერთნაირი და იგივე რაოდენობის შეცდომა დაუშვეს. შემოვატრიალეთ მესამე და აღმოჩნდა, რომ ისევ ერთნაირი შეცდომა, ერთი რაოდენობის შეცდომა დაუშვეს. მოკლედ, უპრეცედენტო ამბავი იყო ესე, ამდენჯერ არ შემოგვიყვანია და გამატებით ტურებზე და რაღაცნაირად მე ჩვენიძელეთ და გული დაგწუნა, რომ რომელიმე მესამე, მეოთხე, მეხუთე შემოყვანაზე რომელიმე ერთი გული წააგებდა მათ შორის დაგწუნა გული. ამიტომ ასეთ გადაწყვეტილებაზე შევჯერდით. არის 500 ლარიანი ჯილდო პირველ ადგილზე და 200-იანი მეორეზე. ამისი ჯამი გავყავით შუაზე და ორივე მათგანს მივანიჭეთ პირველი ადგილი. 340 მეორე ადგილოსანი არ იქნება და პირველ ადგილოსნები ვინც არიან ქვეყანამ გაიგო სამჯერ ყავდა შემოყვანილი და გამოაცხადა. დაუძახებ ეხლა ქეთა ზარქუა და თამარ ჭინჭარაძე. შემოვიდა ნერვონი ბავშვებს ვანათვლილებთ ერთმანეთს სამომავლო ლიტერატურული შედეგი. სათვალება. ოდი მეც მეორე ადგილს წავიკითხავ, მეორე ადგილი პატარიძე ლუკა.
პროექტები ბევრი მაქვს დაწერილი, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულად შერჩეულია და მე მყავს მეგობრები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით გადავაბარებდი ამ პასუხისმგებლობას და მინდა რომ მთავრობამ, სახელმწიფომ, ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ხარი დამიჭიროს, რომ ეს პასუხისმგებლობა ასე ვთქვათ, ჩავაბარო ისეთ ადამიანებს, მეც ვიყო მათ გვერდში, მაგრამ რადგან მე ჯანმრთელობა იმდენად ხელს არ მიწყობს, რომ ბევრი რაღაცა თვითონ გავაკეთო, გადავჭრა რაღაც საკითხი, ხო? მე დავზარდი ადამიანები, რომელთაც გავუხსენი ყველა კონტაქტი, შეუძლიათ ნებისმიერ წუთში, ნებისმიერ ჟამს სრულყო პროექტი. არ არიან ისეთ თავდახრილი ადამიანები, რომ რაღაც თავიანთი იდეებით არიან სავსე, შეუძლიათ უფრო განაახლონ, უფრო გააძლიერონ, მოარგონ, ასე ვთქვათ, ციფრულ ეპოქას და გადაარჩინონ ტრადიციული საბიბლიოთეკო სივრცე. არიან ასეთი ადამიანები და ხელისუფლებამ უნდა დამიჭიროს ხარი, რომ მათი წინა ხაზზე, წინა პლანზე წამოწევა მოხდეს და მეტი პასუხისმგებლობა უნდა მიანდოს. ბიბლიოთეკა არის ძვირფასი, საუკეთესო სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული და სასურველი იქნება ამ წინვალე კოლექტივს თუ შემოუერთდება რამოდენიმე ახალგაზრდა. გამარჯვებული გახლავთ პატარიძე ნინი. მეორე ადგილოსანი ზარქუა ქეთა. პროექტთან დაკავშირებით ორ სიტყვას გეტყვის ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის ქალიშვილი, რომ გითხრათ თქვენთვის რა შენიშნავს ეს კონკურსი, ალბათ გარკვეულ სენტიმენტებთან არის დაკავშირებული. აი ზუსტად მე მხოლოდ სენტიმენტები შემიძლია გამოვხატო, მე კონკურსის მონაწილე არა ვარ, სადაც სტუმრის სტატუსით ვარ ხოლმე, მაგრამ რაც ამ კონკურსმა სახელი მიენიჭა, მას შემდეგ ერთი წელი იყო მგონი შარშან რო ვერ ჩამოვედი და ჩემი სულ ვესწრები და არ ვიცი, სენტიმენტებზე მეტად სიხარული, ალბათ, იმიტომ რომ ყოველ წელს ვესწრაფი, რომ ეს ემოცია მივიღო აქედან. იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან მართლა ოქროს ბავშვები, რა ვიცი, არ ვიცი, როგორი აი იცით რა არის, ჩემი საკუთარ ოჯახში ხე შვილებთან ძალიან მიჭირს ამ წიგნთან მისვლის თემები და ალბათ არავინ არ აძალებს და ესეთი აი რაღაცა ერთმანეთის შეგულიანებით თუ არ ვიცი რაღაცა მართლა მადლი ტრიალებს აღარ გურამს აქვს ესეთი და ეს რაღაცა მადლიანი სიტყვა თუ რა არის არ ვიცი იმიტომ რომ ეს ბავშვები ესე ესწრაფიან ამ ცოდნას და რა თქმა უნდა კონკურსში მონაწილეობა უკვე გამარჯვება იმიტომ რომ ისინი კითხულობენ ლიტერატურას რომელიც მათთან ერთად დარჩება ეს ცოდნა გონების ვარჯიში ეს ამვითარებს ადამიანს კითხვა თან იცით რა დღესდღეობით იმდენი წიგნია უკვე და იმდენი უხარისხო ლიტერატურაც არის შემოტანილი რომ ძალიან ძნელია რომ აი ბავშვმა თვითონ გაიკვლიოს გზა ახლა წიგნის სამყაროში და ესეც კარგი საქმეა კონკურსის მხრიდან რომ ბავშვებს ურჩევენ მართლა ნარჩევ რჩეულ ლიტერატურას რომელიც მათ მართლა წაადგებათ ანუ ისინი ხარისხიან ლიტერატურას კითხულობენ კონკურსში ნომინაციებში წამოდგენილი ლიტერატურა არის მათთვის მართლა სასარგებლო მართლა ბევრის მიცემი მართი განმანათლებელი და აი ამის ამ ხრი მართლა აი ძალიან დიდი აპლოდისმენტები ამ პროექტს მართლა უპრეცედენტო პროექტია და აი წეღანაცა ვთქვი და ყოველთვის აღნიშნე რომ ამას სახელი აი დაკავშირებულია იმ საზოგადოებასთან რომელიც დედამიწაზე ყველაზე ღირეული ფასეულია ისინი ბავშვები არიან და ვინაიდან ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვებიდან მოვდივართ ძალიან კარგი ხალხი გაიზრდება აუცილებლად მოუტანეს სამშობლოს სიკეთეს და თავის საკუთარ ოჯახებსაც რა თქმა უნდა ეს ბავშვები დაფრთხიანდებიან და არის ძალიან დიდი წარმატებას უსურვებს მესი მადლობა ბატონ გურამ რატომ ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რატომ ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ახლა თქვენ ეს კარგად მოგიხსენება რატომაც მაგრამ რადგან ჩემგანაა სათქმელი ვიტყვი იმიტომ რომ ბაჩანა ბრეგვაძე იყო საქართველოს მწიგნობართა უხუცესი. ახლაც არის მწიგნობართა უხუცესი და კიდე ბევრი წლები რომ გავა და საუკუნეები იქნება მწიგნობართა უხუცესი. პიროვნებამ რომელმაც მთელი თანამედროვე კულტურის ყველაზე გენიალური შედევრები ქართულად უთარგმნა საქართველოს. არ არსებობს წიგნი, ასე ვთქვათ, საქართველოში, რომლის წაკითხვითაც შეიძლება
ამაყობდი ანტიკური ხანიდან ხემდე, ასე ვთქვათ, ხო? რომელიც ფაქტიურად ბაჩანა ბრეგვაძეს არ ეთანხმებს. იყო უძლიერესი, უდიდესი ფილოსოფოსი, იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე უпростоრად, იყო ძალიან უხმო ადამიანი და იმდენად ავტორიტეტული ზოგადად სამეცნიერო წრეებში, რომ მე სწორად ვთქვი, როცა შევაფასე, რომ ბაჩანა ბრეგვაძის სახელი იქნებოდა ამ პროექტისთვის ყინულმჭრელი გემი და ეს ასია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თქვენ კარგად იცით, რომ გარდაიცვალა 2016 წელს მისი დაკრძალვისთვის გაიხსნა დახურული მთაწმინდა და იქ იქნა დაკრძალული მან თარგმნა გიორგი მთაწმინდელის სეულის ახარება ბერძნულიდან ძველ ბერძნულიდან ქართულად და რა ვიცი ხა სერვანტესზე და სხვა რაღაცებზე აღარ ვილაპარაკებ პატარა უფლისწულზე და ისეთ საოცარ რაღაცებზე რაც მან გააკეთა ბევრი ძალიან ბევრი დიდებული წიგნი დრამატურგების გენიალური საოცარი ხალხი ну მოკლედ ბაჩანას ხვაწლი არის აუწონელი თქვენ მოესწრებით ამას მე ასე მჯერა ახალგაზრდები ხარ თქვენ მოესწრებით იმას რომ ბაჩანა ბრეგვაძეს საქართველოს დედა ეკლესია წმინდანად შერაცხავს ბატონო გურამ უდიდეს წარმატებას გისურვებთ ყველა ესეთ კეთილ საქმეში რასაც მწიგნობარი ქვია და ბევრ ასეთ პროექტს ველოდებით თქვენგან